დაბა ჩაქვში მცხოვრები 9 ოჯახი მერიას დახმარებას თხოვს. მდინარე ჩაქვის წყალი მათ საკარმიდამო ნაკვეთს სრული განადგურებით ემუქრება. საფრთხის ქვეშაა ოჯახების კუთვნილი შენობა ნაგებობებიც. სულხან მესხიძე გაეცნო დღეს ადგილზე მდგომარეობას, უფრო ცალ მისი რეპორტაჟიდან შეიტყობთ. ორდღიანი უამინდობის შედეგად დაბა ჩაქვში ადიდებულმა მდინარე ჩაქვის წყალმა გოგოლის ქუჩის მცხოვრებლებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. უეცრად მოვარდნილმა ნიაღვარმა 9 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთი და შენობა ნაგებობა წაიღო. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დახმარებისთვის ბათუმის მერიას ორჯერ მიმართეს, თუმცა რეაგირება არც ერთ შემთხვევაში არ მოჰყოლია. ერთი თვის განმავლობაში რაც წვიმები დაიწყო, იმის მერე ეს ყოველ დღე თითო მეტრო ნაკვეთები მიაქვს ყველა გაწვიმებაზე. დაპირებები არის ახლა როგორც ასე, მაგრამ შეჯერობით ყოველ დღე მეშინია და სანამ რომდე არ წავა ეს სახლი, ეს დაპირება ჰაერშია ყველაფერი. ერთი თვეა მერიას მიმართე მე და მერიამ არაფერი დღეხვალ და არჩევნები მოაწია და მე მცირეწლოვანი ბავშვები ვიყავ. მე რამე დამემართოს, მე პასუხები მათ უნდა გახდეთ. და რამდენს უნდა ჩემი შენობა აღარ შეიძლება მაგათი გამაგრება. ვითხოვთ მხოლოდ ერთადერთ იმას, რომ გაგვიკეთონ გაბიონი, გაგვიმაგრონ. ჩვენს აღარ ვიქნები საშიშ ზონაში და აღარ შევაწუხებთ არავის. რამოდენიმეჯერ მივედით, არავინ ყურადღება არ მოგვაქცია, მოვლენ წვიმის დროს გადმოგხედავე, იგი მომატებული არიან თუ არაო, ჩახეთქილი არიან და ისევე წავლენ, არაფერი შედეგი არ აქვთ. საკითხთან დაკავშირებით ბათუმის მერის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ უწყებამ ადგილი დაათვალიერა და დასურათებული დოკუმენტაცია საგზაო დეპარტამენტს გადაუგზავნა. ავთანდილ ბურკაძის განცხადებით, მერია მოსახლეობას არალს შეძლებს და გვარად აუნაზღაურებს. ყველაფერი გადავეცით საგზაო დეპარტამენტს და ნაპირგამაგრებით სამუშაოებზე ესენი მუშაობენ და ალბათ უახლოეს ხანში დაიწყებენ. ზუსტად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ჩვენ ამ მოცულობის სამუშაოს ნამდვილად ვერ შევასრულებთ. მიმდინარეობს ახლა კიდევ დაიწყება შესწავლა ამ ზარალის და ნახოთ, რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული და ისი დახმარებასაც შევძლებ, ჩვენ ყველანაირად დაუდგებით გვერდით. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ უწყების თანამშრომლები ნოემბრის თვეში გეგმიურ მონიტორინგს განახორციელებს. ზურაბ სიხარულძის განმარტებით, სპეციალისტები პრობლემას ადგილზე შეისწავლიან და სამუშაოებისთვის შესაბამისი თანხები 2014 წლის ბიუჯეტში აისახება.